მოგესალმებით, ჩემო მეგობრებო, ჩემო ძვირფასო გამომწერებო. მადლობა რომ ხართ ჩემთან ერთად ამ არხზე. ძალიან დიდი მადლობა მათ, ვინც უკვე გამოიწერეთ ეს გვერდი და მათ, ვისაც არ გაქვთ გამოწერილი, ძალიან გამიხარდება. თუ შემომიერთებით, გამოიწერთ გვერდს, დამიტოვებთ კომენტარებს. ასევე თუ შემომიერთებით Facebook-ზე, ესეც ძალიან გამახარებს, რადგან Facebook-ზეც ყოველკვირეულ გაშლებს ვდებ, როგორ კვირის მიმოხილვებს, ასევე სხვა პატარ-პატარა გაშლებს ამა თუ იმ საკითხებზე და გამიხარდება, თუ მოკლედ დამიმეგობრდებით. რაც შეეხება დღევანდელ გაშლას, დღევანდელი გაშლა შეეხება მოკლედ ყველაზე უფრო ალბათ, რაც აქტუალური საკითხი არის და ყველაზე უფრო ხშირად რა კითხვაც მე მიყია ხოლმე. სიმართლე გითხრათ, არ მიყვარს მსგავსი გაშლები, იმიტომ რომ ფიქრობ, რომ მსგავს საკითხს არ უნდა გავშალოთ, მაგრამ იმდან დიდი ინტერესი იყო და ასევე უმეტესმა თქვენთანგანმა პირად შეტყობინებაშიც მომწერა, რომ გამეკეთებინა ესეთი გაშლა, გადაწყვიტე, რომ ჩამეწერა ვიდეო და გაშლა ეხება ესეთ პასუხს კი თუ არა. ანუ ესე მოკლედ რომ ვუპასუხოთ რამე თქვენს მიერ ჩაფიქრებულ სიტუაციაზე რა მოხდება. დადებითი პასუხი იქნება თუ უარყოფითი. როგორც უკვე გითხარით, მსგავსი გაშლები ტაროსკართან მიმართებით მაინც და მაინც სწორი არ არის, რადგან ტარო უფრო უნდა გამოვიყენოთ ისეთი გაშლებისთვის და ღრმა პასუხებისთვის, რაც უფრო მეტად დაგვეხმარება, რასაც უფრო სერიოზულად, რასაც უფრო მივუდგებით, სიღრმისეულად რომ ჩავიხედოთ ესე რა ვთქვათ პასუხებში, გზაში, მაგრამ პასუხები რომ მივიღოთ აი ამ გზაში, მაგრამ ნუ რადგან ეხა დაინტერესება არის ამ ყოველივეზე, მეც გადავწყვიტე რომ ჩამეწერა ესეთი გაშლა. კი თუ არა. ანუ ეხლა როგორი იქნება ეს პრინციპი. თქვენ ჩაუვთქვათ რაიმე საქმეს, მაგალითად გამოვა თუ არა კონკრეტული ადამიანი კომუნიკაციაზე, მაგალითად დაიწყებთ თუ არა სამსახურს კონკრეტულ ვადაზე, თქვენ ჩაუვთქვათ ამ ვადასაც და მე აქ აი ამ ერთი არკანის ამოღებით, ესე რა ვთქვათ, გიპასუხებთ ეს საქმე გამოვა, თქვენს მიერ ჩაფიქრებული საქმე თუ არ გამოვა. მოკლედ, მოდით შევჩეთ თქვენთვის ასროლი ერთი ვარიანტი და ვნახოთ პასუხები. მათ ვინც შევჩეთ პირველი ვარიანტი. პირველი ვარიანტის შემთხვევაში, პირველი ვარიანტის ამორჩევლებო, ის საკითხი, რაც ჩავიფიქრეთ და რაც ჩავთქვით ნამდვილად გამოვა. შეიძლება ეს უკვე იყოს პროცესში, რაც ჩავთქვით, რაც გინდათ რომ მოხდეს, თუმცა სამყარო ამ ყველაფერზე დიდ დასტურს გაძლევთ და პასუხი, ანუ ამ შემთხვევაში ეს არ არის უცელი გაშლა და მოკლედ რომ გიპასუხოთ, იქნება კი. ასე რომ ჩაფიქრებული საკითხი, ის რაც ჩავთქვით, ამაზე არის დადებითი პასუხი და ნამდვილად გამოვა. აბა მერე გამიზიარეთ პასუხებიდან გამომდინარე, ვის რა როგორ აგიხდებათ. მეორე ვარიანტის შემთხვევაში ვიტყოდ რომ კი, ნამდვილად გამოვა ეს ამბავი, რაც არ უნდა ჩაგეფიქრებინათ, რაც არ უნდა ჩაგეთქვათ, ნამდვილად არის დადებითი პასუხი ამაზე. შეიძლება ცოტათი მეტი დრო დასჭირდეს, ვიდრე თქვენ ეს ახლა წარმოიდგინეთ ან დრო ჩავთქვით, მაგრამ კი, ნამდვილად გამოდის ყოველგვარ ესე ვთქვათ, გართულებების გარეშე. და მეორე ვარიანტის ამორჩელებაც მითხარით და გამიზიარეთ, რამდენად ახდება და რამდენად გამოვა თქვენს მიერ ჩაფიქრებული სურვილი. მოდი ვნახოთ მესამე ვარიანტი. მესამე ვარიანტის შემთხვევაში პასუხი არის კი დადებითი. ვერ ვხედავ ის რომ ეს თქვენს მიერ ჩათქმული ჩაფიქრებული სიტუაცია არ გამოვიდეს, კი ბატონო, ნამდვილად გამოვა. ანუ არ შეგხვდებათ გზაზე რამე წინაღობები და გართულებები. ანუ მოკლედ რომ ვუპასუხოთ, ეს არის პასუხი კი. ძალიან აბა ვნახოთ, საინტერესოდ მიდის და მიმდინარეობს ჩვენი გაშლა. მოდი ახლა ვნახოთ აბა მეოთხე ვარიანტი. ხო, მეოთხე ვარიანტის შემთხვევაში, თუ ესე მოკლედ ვუპასუხებთ, იქნება რომ არა, რაღაცა არ ჩანს ამ საქმის გამოსვლა, არ ჩანს ამ ეტაპზე თქვენი იმ სურვილის შესრულება, რაც ჩაუთქვით, რაღაცა გაგიჭირდებათ აქ დადებითი, ესე რა ვთქვათ, შედეგების მიღწევა. ასე რომ, ნუ ნაკლებად იკვეთება აქ ამ საქმის გამოსვლა, რაც იდეაში ჩაუთქვით თქვენ. და ვნახოთ ბოლო მეხუთე ვარიანტი.
მეხუთე ვარიანტის შემთხვევაში კი გიპასუხებთ, რომ აბსოლუტურად ძალიან დიდი კი არის აქ, ნამდვილად გამოდის ეს ყველაფერი ყოველგვარი გართულებების და რაღაცა ნეგატიური სიტუაციების გარშე, გიპასუხებთ, რომ კი, ნამდვილად გამოდის. ასე რომ დადებითი პასუხი გაქვთ აქაც. სულ ეს იყო მეგობრებო, გამიზიარეთ მე როგორ მოხდება და ახდება ის თქვენი ჩათქმული სურვილები, რაც იქნება, როგორ რეზონირდება, მე კიდევ წარმატებებს გისურვებთ.